თარგმნა მათეს სახარებისა. მე მეფე თამარი, მემკვიდრე გიორგი მეფისა. მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი. მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა. შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა. მახვილი მესიის მოვლენილი. მოვიდა ნიკოლოზ გულაბერისძე, ძველი ეპისკოპოსი. თქვა, არ ვიცოდიო. თურმე მათეს სახარება ეკლესიის მამათა დიდი ნაწილს არ ესმისო. ვერ იგებენ ძველი ენით დაწერილსაო. გავკიცხე მღვდელმსახურნი, მათეს სახარება არ გწოდნიათ თქო. მითხრეს ვკითხულობთ, ვერაფერი გაგვიგია. არ ვიცით, დაცვავით შევძლოთო. ვუბრძანე, მოეძებნა მთარგმნელნი. ახალი ქართულით დაეწერათ მათეს სახარება. ვისურვე მოეძებნა სამი მღვდელი, კარგი მცოდნე ივრითისა. სამივეს ეთარგმნა პირველი თავი სახარებისა. მერე ეპისკოპოსთა და მღვდელმთავართა წინაშე წარედგინა სამივე თარგმანი. ასე გამოგვერჩია მთარგმნელი მათეს სახარებისა. მამა ნიკოლოზმა იპოვა სამი ბერი. ერთი თვის თავსა მოიტანა თარგმანი სამივე ხელისა. მინდოდა განეხილათ ეკლესიის მამათა. მანამდე ვიკითხე, შენ რომელი გამოარჩიე თქო. თქვა, გამიჭირდაო. მივხვდი, არ მოეწონა ხელი. სამეფოსში განუკეთესი ივრითის მცოდნე ვერ ვიპოვეო. თუ მეფე ინებებს ათონის მთას მივავლენ კაცსა. ბერი მეგულება, თავარია ცოცხალი იყოსო. სამი თვე დასჭირდებაო. არჩევანი არ მქონდა. ცუდი თარგმნილი, ცუდად გაგებული იქნებოდა. ვუბრძანე გაეგზავნა კაცი წმინდა მთასა. ერთი თვის მერე ისევ მიახლა მამა ნიკოლოზი. ვერ მალავდა სიხარულსა, ვიპოვე ვინმე ტუსაღი, კარგი ივრითის მცოდნე ყოფილაო. მომიტანა მისივე თარგმნილი პირველი თავი მათეს სახარებისა. ვურჩევ მეფესა მალე წაიკითხოსო. მომცა ხელნაწერი კაცისა. გავხსენი გრაგნილი. ვიცანი ხელი. არ შევიჩნიე. ისევ გრაგნილად ვაქციე. მამა ნიკოლოზი ვერ მალავდა გაკვირვებასა. უნდოდა წამეკითხა მენახა ხელი ტუსაღისა. ვუთხარი, მინდა გულდასმით წავიკითხო. მანამდე ვერაფერს ვიტყვი თქო. ვღელავდი არ მინდოდა შეემჩნია მამა ნიკოლოზსა. ვერ გაბედა ეკითხა. ვერაფერი გაიგო. გაკვირვებულმა დატოვა სასახლე. მოშორებით დავდე. ვერ მივეკარე გრაგნილსა. მეგონა ჩემივე გულისწგერა ისმოდა სასახლესა. ვებრძოდი საკუთარ თავსა. მინდოდა გახსნა გრაგნილისა, ძაგდა ხელი უპირო კაცისა. მეგონა პირი გატეხა. ვითა ლაჩარი დაიმალა. მოკვდა დემნა. მისივე პირობა დაივიწყა. გაექცა კაცის სიტყვასა. ქალი ვარ, კაცი მეგონა. დავიჯერე მომატყუა. ლაჩარის თარგმილი, ლაჩარის ხელი იქნება. სახადრებას კაცის ხელი სჭირდება თქო. მიკვირდა მამა ნიკოლოზი ახტაცებულა მატყუარა კაცის ხელითა. მინდოდა უარი მეთქვა. ვეძებდი საკადრის პასუხსა. გული მაძალებდა მომენდე, გახსენიო. გონება მაფრთხილებდა, მეფე ხარ სძლიე შენივე გულის თქმასა. ნუ აღკვები. შენში სძლიე ქალსაო. ვერ მოერიე გრაგნილსა, ვერ მოერევი გულსაო. მძიმეა ხვედრი მეფისა, ტარება გაგიძნელდებაო. ვითა მეფემ უკუაგდე გრძნობანი ქალისა. ვფიქრობდი სამი თვე დავაყოვნებ პასუხსა. მივხვდი არ იქნებოდა მართებული. მეფე ივრითის მცოდნეს ეძებს ბიზანტიასა, არ სურს თარგმანი ტუსაღისა. ბერისა არა, ტუსაღისა. მესმოდა გამყინავი ხმა. ტუსაღისა, ტუსაღისა. ვითა მოუთმენელი ქალი ვნებასა მივარდი გრაგნილსა, მინდოდა მეყვირა, ხელია ტუსაღისა. კაცი ტუსაღი ყოფილა. უფალმა წამართვა კაცი, მომცა ხელი ტუსაღისა. მინდოდა წამეკითხა. მესმოდა ხმა სტრიქონისა, ხელი ტუსაღისა. ვერაფერს ვამჩნევდი. ჩანდა, ხელი ტუსაღისა. ყველა სტრიქონსა. ეწერა, ხელი ტუსაღისა. თურმე ვუპირო კაცი, მეფე გიორგის ტუსაღი ყოფილა. ვიცოდი არ დაუშავებია. მეგონა კაცმა მაზღვევინა ტუსაღობა მამისა. გამიკვირდა, რა ჩაიდინა. ამდენი ხანი ტუსაღი ყოფილა თქო. მეორე დღეს შევძელი წაკითხვა. ვიცანი მისი ხელი. ხელი ოსტატისა. ტუსაღის ხელმა მოიტანა ხელი დიდოსტატისა. ერთი კვირა მოვანდომე პასუხსა. მერე შევუთვალე, მინდა გამოარკვიო ამბავი ტუსაღისა. დამნაშავის ხელსა მირჩევნია დაველოდო კაცის მობრუნებასა თქო. 10 დღე მოანდომა. მოვიდა მაცნე მამა ნიკოლოზისა. მეფე გიორგის ტუსაღია. თურმე ამბოხის მონაწილე ყოფილა. დაუსჯია მეფესაო. ვიცოდი ბრალი კაცისა. ვერავის გავუმხელდი. ვუბრძანე, გამოარკვიეთ ბრალი ტუსაღისა. მეფე შეიწყალებს მართალსა თქო. მივედი ვარძიასა. მეწვია მამა ნიკოლოზი.
კაცი დემეტრე უფლისწულის მეგობარი ყოფილა, ამის გამო დაუსჯია მეფე გიორგისაო. წაიღო სიგელი კაცის შეწყალებისა. 10 დღის მერე ვიხმე ბეთანიასა. მინდოდა მალევე მეხილა. მოვერიდე მეფის სახელსა. თურმე 7 წელი დაუყვია საპყრობილესა. მეგონა დაივიწყა პირობა კაცისა. დამპირდა მოგიძღვნი საკადრის ლექსსა. პირველი შენ წაიკითხავო. თქვა, პირობა ვერ დავიცავი. ლექსი მოგიძღვენი, ვერ მოგიტანე. ლექსები დავწერე. თეკლე ინახავდა, იმას წაუკითხიაო. მის გასაგონად თქვი, უფალმა პოეტი წაიყვანა, კაცი დააბრუნა თქო. თვითონ მოერიდა, თქვა მადლიერი ვარ მეფისაო. მოვედი, მიბრძანეო. ვიცოდი ინახავდა საიდუმლოსა. მინდოდა ეთქვა ამბავი მისივე ბრალისა. დამიმალა. თქვა, დემეტრე ჩემი ძმადნაფიცი იყო. მოკვდა, მე დავისაჯეო. არიკადრა კაცმა ეთქვა სისუსტენი ჩემივე ნათესავისა. ბოლომდე მალავდა მოერიდა ქალის სახელსა. არ უკადრია აუგი ჩემივე მამიდისა. მერე თქვა მამიდამ, კაცი გამოგირჩევია. უმადური იქნები თუ ვერ დააფასებო. ბოლომდე ვუერთგულე. ვითა ქალსა მაჩუქა ბედნიერება ამა სოფლისა. ვითა მეფეს მაჩუქა სახელი ხელმწიფისა. მივეცი ასპარეზი შოთას ნიჩსა.